კადრებში ხედავთ თქვენ, რომ თბილისის მერიდან მსვლელობით საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორებით, სტუდენტებით მიემართებიან უკვე უნივერსიტეტისკენ, ცოტა ხნის წინ გადაკეტილი იყო მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური ქუჩა, იქ რამდენიმე საპროტესტო აქცია. ჩვენ შეგვიძლია რომ კოკა თოფურიას ვესაუბროთ ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. დაიგეგმა საპროტესტო აქცია მერიასთან, რატომ აირჩიეთ ქალაქის მერია და ახლა როგორია თქვენი გეგმა? ეს ერთსაათიანი აქცია იყო, უნივერსიტეტის თანამშრომელმა პროფესორმა მასწავლებელმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ახლა უბრუნდებიან სელექციო პროცესს. კი ბატონო, მთავარი გზავნილები ცხადია, გქონდათ ამ აქციაზე, აი ამაზეც რომ გვითხრათ. რა თქმა უნდა, ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი ხელახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები მერიასთან, აქ დაიგეგმა რამდენიმე საპროტესტო აქცია საჯარო მოხელეების და ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების, ასევე ლექტორების, უნივერსიტეტის რექტორს ეს ვესაუბრებოდით ახლა პირდაპირ ეთერში. ეს იყო დაგეგმილი აქცია 1 საათის მანძილზე გაიფიცე და ამ აქციის ფარგლებში 1 საათით იყვნენ შეკრებილები მერიასთან. იქ ისევ გრძელდება საპროტესტო აქცია ქალაქის მერიიდან ქალაქის მერიასთან რამდენიმე ლოკაციიდან მივნენ მოქალაქეები და შემდეგ ერთად დაიძრებიან უკვე რუსთაველის გამზირისკენ.